ეხლა ისეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ, მეგობრებო, საერთო გაშლა და საერთო ყოველთვის ლოგიკურია, ყველასთვის არ ემთხვევა, ამიტომ ვაკეთებ ხოლმე თქვენი ენერგეტიკული იდენტიფიკაციას და რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, თუ ეს გაშლა არ ემთხვევა, მაინც ლაიკები ენერგოცლისთვის და ჩემი სიყვარულით არ დაგეზაროთ, თქვენთვის ძალიან იოლია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროც არის იმისთვის, რომ გავიზარდოთ კიდევ და ბევრმა, ვისაც გამოწერილი ჯერ არ ვყევარ, ნახოს ჩემი გვერდი და გამოიწეროს, მისთვისაც ასე ვთქვათ, დახმარების ხელს გაწვრით ერთგვარი თქვენი დახმარება იქნება როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის. თუ ეს არ ემთხვევა, გადმოდით შემგვეწე და თქვენი სასურველი ნებისმიერი გაშლა, რომელიც თემატურად მოგეწონებათ, აარჩიეთ და უყურეთ. რაც შეეხება ამ გაშლას, გაშლა არის ასეთი. იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე და ნახოთ, რამდენად უყვარხართ მას. უყვარხართ თუ არა საერთოდ და რამდენად ისე უყვარხართ, რასაც გეუბნებათ. შეიძლება რეზონირებდეს, მაგრამ საერთოდ არ გეუბნებოდეთ, მოდი გავიგოთ. პირველ რიგში გავიგოთ, ვინ არის თქვენი პარტნიორი, იმისთვის რომ მიხვდეთ, რამდენად ემთხვევა ეს გაშლა კონკრეტულად თქვენთვის. ადამიანი არისო, მიჩვენებენ, შესაძლებელია სხვა კონტინენტზეც კი ასე ვიტყოდი, სხვა ქალაქში, სხვა ტერიტორიაზე 21 მაღალი არკანი ეს არის დასასრული რაღაცა ერთი ციკლის, შეიძლება ემიგრაციაში წავიდა და მე თქვენ უნდა წაგიყვანოთ, არ ვიცი, ყოველს თქვენი სიტუაცია გაქვთ, ბევრი რომ არ ჩამოვთვალო მაგალითები, ამიტომ და არ გამიგრძელდეს ამაში წინა სიტყვაობა და იდენტიფიკაცია, ამიტომ ცოტა ვეცდები მოკლედ მოვყვე, იმიტომ რომ ყველა ამაზე მეძუძვნებით, რომ იდენტიფიკაცია იმდენი ხანია, მე ვეღარ ასწრებ მოყოლასო და მე მინდა ხოლმე რომ მაქსიმალურად მოვყვე რისი დროც მაგ. ადამიანი შესაძლებელია იყოს ემიგრაციაში, გადაადგილებაში, არ ვიცი, შვებულებაში, სხვა ქვეყანაში უბრალოდ რაღაცა ნიადაგის მოსამზადებლად, სადღაც ტერიტორიული სიშორე გაკავშირებთ, ასე ვიტყოდი და გაკავშირებთ შესაძლებელია ინტერნეტ კონტაქტი. რაღაც ნაწილისთვის, რაღაც ნაწილს შესაძლებელია პაუზაც კი გაქვთ ურთიერთობაში 4-იან ხმალით და ასე ვთქვათ, ისვენებთ ერთი მეორისგან, ისვენებთ ტვინის ბურღვებისგან, კონფლიქტებისგან, რომელიც გქონდათ ერთმანეთთან მიმართებაში. კონკურენცია არის ამ ადამიანზე ძალიან დიდი. გეტყვით, 5-იან შეძლით ეს არის კონკურენტუნარიანი ბრძოლა, სადაც ბევრი ადამიანის გული აქვს დაპყრობილი თუ ბევრ ადამიანს უნდა რომ მისი გული დაიპყროს, აი რაღაცა ესეთი სიტუაცია. ბევრი შეხლა შემოხლები აქვს პირად, საერთოდ პირად ცხოვრებაში თქო წამოწდა და ნუ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, ბევრი კონკურენციის გადალახვა უწევს და ესეთი ჩაბმულია ორთაბრძოლაში. 5-იან ხმალი კალოდის ძირში, დიდი ალბათობით ეხლა არ გაქვთ კონტაქტი და რაღაცა ნაჩხუბარ სიტუაციაში ხართ 5-იან ხმალით, ამ კარტით გამარჯვებული არ არის ხოლმე ამ კონფლიქტიდან, ამ შეუთანხმებლობიდან გამომდინარე, სადაც ერთ-ერთი მხარე სავარაუდოდ დიდი ალბათობით თქვენ იყავით სწორედ ეს, ვინც შებრუნდა და წავიდა ამ კონფლიქტის შედეგად. დატოვეთ მწარეღიმილით ეს ადამიანი, ესე იგი ირონიულია ესეთი მწარეღიმილი, რომ შეაშრება პირზე, მაგრამ ხვეწნა არ დაუწყია, არ წახვიდა, იმიტომ რომ კონფლიქტი ჰქონდათ. ყველა ვარიანტში ვერ შეთანხმდით რაღაცაზე, რაც შეეხებოდა მზეს, სითბოს, მომავალს, ურთიერთობას, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ეს თემატიკები იქნება ალბათ, დიდი ალბათობით. რაღაც ნაწილისთვის კიდევ ვიმეორებ, შესაძლებელია ტერიტორიულად სხვაგან არ იყოს, უბრალოდ ერთმანეთის სოციალურ ქსელებს 21 მაღალი არკანით აკვირდებოდეთ, გაქვთ წტომა თუ არ გაქვთ წტომა, შესაძლებელია, არ ვიცი, თქვენ გაქვთ ფეიკ აკაუნტი გაკეთებული, სადაც ცალი-თვალით მაინც მას უყურებთ ხოლმე, რა დადო, როგორ დადოს, რა სტორი აქვს, რა ატვირთა, ბოლოს როდის იყო აქტიური, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ვარიანტში რაღაცა გაბრაზებას, რაღაც შეუთანხმებლობას, რაღაც ეჭვიანობას, დიდი ალბათობით ჰქონდა ადგილი. ბოლო აი თქვენი ეს ენერგეტიკა არის ესეთი შეუთანხმებლობის, უკმაყოფილების გაბუტული ტუჩების, ასე ვიტყოდი. ძალიან საინტერესოა. ნუ, როგორც ჩანს, რაღაცა პაუზა გაქვთ ყველა ვარიანტში ახლა ურთიერთობაში. კონტაქტი, ახლო კონტაქტი არ გაქვთ,
როგორც მინიმუმ თუ ახლო კონტაქტი გაქვთ და შეხვედრები გაქვთ და კი ჩხუბეთ, მაგრამ მაინც ხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ეს გაშლა თქვენზე არ იქნება პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ის სიტუაცია, სადაც არის პაუზა, აღარ არის ამ კონფლიქტის შედეგად არც ერთი არ გადის ჯერჯერობით კონტაქტზე, რაღაცა სიამაყის მწვერვალზე ხართ ორივე და მე არა ის გამოვიდეს ბოდიშის მოხდითო აი ესეთი მდგომარეობა. თუ ხვდებით რომ თქვენზეა გაშლა, უყურეთ ბოლომდე, თუ არა და დამილაიკეთ, არ დაგეზაროთ. გააზიარეთ და მიკომენტარეთ რა თემები გსურთ საერთო გაშლათ რო იხილოთ და ყველას ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე მაქსიმალურად. გავიგოთ ესე იგი ამ ადამიანს უყვარხართ თუ არ უყვარხართ პირველ რიგში. გულწრფელად უყვარხართ თუ არა. ესე იგი გაშლა არის ორივე სქესისთვის, მისთვის ხართ საყვარელი ქალბატონი ნამდვილად. წყლის სტიქიის წარმომადგენელი თასის დედოფალი ამოდის, ქალი რომელიც არის ძალიან ემპათიური, ძალიან მგრძნობიარე, საყვარელი შენთვის. ზედმეტად აი ზემგრძნობიარეც კი შესაძლებელია რაღაცეები არც გითხრათ ხოლმე ურთიერთობაში, მაგრამ თქვენ გრძნობთ რომ რაღაცა ნიტო ისი არ მიმდინარეობს, აქ რაღაცაშია საქმე, სადღაც რაღაცის თავი მარხიაო და სანამ არ ამოქეკავთ აი ამ თქვენი ემპათიური შეგრძნებებით და არ მიაკლებთ კარგი გამომძიებელივით, ასე ვთქვათ, მანამდე არ ისვენებთ ხოლმე, არ გასვენებთ ეს ჭია გრღნით გულში, რომ აი რაღაცა ისი არ არის და სადღაც რაღაცას მიმალავსო. ამ ყველაფერს მიხვდა დიდი ფიქრის და გააზრების შედეგად, ანალიტიკურად იჯდა, იფიქრა და მიხვდა რომ უბრალოდ ტვინის ბურღი კი არ ხართ მისი და ის ყველაფერი რო გაინტერესებთ და გრძნობით რომ თქვენ გულზე გადის ეს ყველა მისი პრობლემა იქნება თუ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია იქნება თუ მისი და თქვენი მომავლის ურთიერთობის ასე ვთქვათ შეთანხმებადობა. არამედ ამ ყველაფერს მიხვდა რომ ეს არის ის ადამიანი, ისეთი მგრძნობიარე ადამიანი, ვის მიმართაც მეც პრინც ჟეზლი ვარო. პრინც ჟეზლი ეს არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, შესაძლებელია წარმოადგენდეს ვერძის, ლომის ან მშვილდოსნის ნიშანს, მაგრამ ყველასთვის აუცილებელი არ არის ტიპაჟი არის ძალიან მშრომელი, მომუშავე ჟეზლები ეს არის სამუშაო თემატიკა, სადაც ხშირად შეიძლება გადაადგილების რეჟიმი აქვს, არ ვიცი. ბევრს მოძრაობს დისტრიბუციაშია ჩართული თუ რაღაცა ინფორმაციის გაცვლაშია ჩართული, სადაც მისი მისვლა-მოსვლა ძალიან ხშირი და ხშირ მოძრაობაშია, მოკლედ, ხშირ გადაადგილებებშია, ძალიან ანთებულია ცეცხლით და მოუსვენარი ტიპაჟია, რომელსაც მიხვდა ბევრი ფიქრის შედეგად, აი ამ პაუზის შედეგადაც შესაძლებელია ბევრისთვის. 6-იან ხმლით გეტყვით რომ რაღაცა თქვენგან შებრუნებული ზურგშექცეული სიტუაციიდან გამომდინარე მაპატიეთ მივიდა ამ დასკვნამდე ასე ვთქვათ რომ აი ეს თავისი სიამაყის გვირგვინი ჩამოიშორა თვითონვე ჩამოიშორა მიხვდა რომ ეს სიამაყე ძალიან ცუდია ურთიერთობაში და ვერაფერს ვერ წაადგება მას სასიკეთოდ თქვენთან ურთიერთობაში ყოველ შემთხვევაში და მიხვდა იმას რომ ეს ის ქალია რომელიც მე მიყვარს ეს არის ჩემი საყვარელი ქალი ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე და მოსიყვარული ადამიანი რომელიც ჩემ ცხოვრებაზე განიცდის რომელსაც უნდა რომ კარგად ვიყო და ამიტომ განიცდის ამ ყველაფერს თავის ფიქრიდან გამომდინარე თავის თავთან რაღაც პერიოდის შედეგად მიხვდა უკვე ქვეცნობიერიდან გადავიდა მის ცნობიერში ეს გრძნობა რომ სიამაყე არის ამ ურთიერთობისთვის დამოუყველი იარაღი და დიდი ალბათობით თავსაც შეიძლება დაგიხაროთ და გითხრათ თავი მომაჭერიო არ გეტყვით მაგრამ თავის დანაშაულს გაგრძნობინებთ ყოველ შემთხვევაში რომ აი ხისტი რაღაცა შეპასუხება და შეუთანხმებლობა იყო მოგიბოდიშებთ სავით პირდაპირ ბოდიშით თუ არ გეტყვით მოვა და ყოველ შემთხვევაში გაგრძნობინებთ იმას რომ მისთვის ხართ ძვირფასი და საყვარელი ადამიანი რამდენად უნდა დაუჯეროთ ამ ადამიანს რჩევა თქვენთვის რა იქნება
თქვენ გაჩვენებენ ცხრიან ხმლის როლში ძალიან დიდი სტრესი გაქვთ, უძილობა გაქვთ ამ თემატიკაზე, ძალიან ნერვიულობთ, აი მის შებრუნებაზე და წასვლაზე, მის 10-იან ჟეზლზე. თქვენთვის ეს არის ძალიან მძიმე თემატიკა, რომელიც ახალი არ არის და მასთან ერთად ბევრი რაღაც გადაგიტანიათ და რთული გზა გაქვთ კიდევ გადასატანი და დასაყრელათაც და მის მისატოვებლათაც გიჭირთ უკვე, მაგრამ ამ ურთიერთობაში გაჩვენებენ, რომ მაგი ხართ, ყველაფერი თქვენ ხელშია, 6-იანი მაღალი არკანი შეყვარებულებით, ეს არის თქვენი კარმული პიროვნება, რომელსაც გინდათ თუ არ გინდათ, მაგი ხართ ამ ურთიერთობაში და როგორც გინდათ იმ მიმართულებას